მოგესალმებით მეგობრებო და ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ ჯენზის თემაზე. ბევრი გვისაუბრია, თუმცა ერთ ძალიან საინტერესო საკითხს წავაწყდით, რომელიც ვფიქრობ, რომ შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს როგორც მენეჯერებისთვის და კომპანიების ხელმძღვანელებისთვის. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჯენზი მოვიდა სამსახურში. ეს არის 1996-დან 2011 წლამდე დაბადებული ამ შუალედში ხალხი, ვისაც ჯენზის უძახით, რომლებიც დღეს 2024-ში არიან ყველაზე ახალგაზრდები არიან 13 წლის და ყველაზე ასაკიანები არიან 28 წლის, ხო? და თუ ჩავთვლით, რომ ორგანიზაციებში თანამშრომლები უკვე 20 წლიდან ზემოთ შემოდიან რაღაც როლებში, მოკლედ ჯენზიები საკმაოდ კარგი ხანია უკვე ბევრ კომპანიაში მუშაობენ, ხო? თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ მათი მოზიდვა, სწორად არჩევა, ონბორდინგი, ანუ ჩართვა საქმეში, მოტივირება, შენარჩუნება, შედეგიანობის შენარჩუნება ძალიან სერიოზული პრობლემაა ფაქტიურად ყველა კომპანიისთვის. ანუ მე ყოველკვირეულად მიწევს ძალიან წარმატებულ და კარგ კომპანიებთან მუშაობა, ტრეინინგების და კონსულტაციის თვალსაზრისით და ფაქტია, რომ ყველას უჭირს ჯენზიებთან, ასე ვთქვათ, საერთო ენის გამონახვა, ხო? ერთი საფიქრალი, რაც ჩვენ ყველას გვაქვს, არის, რომ თუ დასაწყისში კარგი თანამშრომელი ვერ აირჩიე, ხო? მერე ფაქტიურად შანსი აღარ აქვს, ხო? ესე გამოდის, რომ თუ არასწორი ადამიანი აირჩიე, ჯენზიზეც ეგრეა და არა ჯენზიზეც ეგრეა, მაგრამ ჯენზის შემთხვევაში იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ისედაც ძალიან გვიჭირს და ამიტომ დასაწყისში სწორი ადამიანის არჩევა მოკლედ ძალიან კრიტიკულია. ეხლა სწორი ადამიანი და არასწორი ადამიანი მოკლედ შეიძლება სხვადასხვანაირად შევხედოთ. მე ვფიქრობ და შევხვდია ამას ჩემ გამოცდილებაში და ლიტერატურაშიც ამას ხაზს უსვამენ, რომ ბევრი ორგანიზაცია და ბევრი მენეჯერი ყველაზე ცუდ ჯენზიებს არჩევს და მერე ძალიან ცუდი შედეგები აქვს და ძალიან ცუდი შთაბეჭდილება აქვს მთელ ამ თაობაზე. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ვიყავი სტუმრად და მოკლედ ჯენზიებზე ტრადიციულად ჩემ პოზიტიური შეხედულებები რო გავაზიარე, ერთ-ერთი კარგი კომპანიის დამფუძნებელი მოკლედ ძალიან გაბრაზდა და თქვა, რომ მოკლედ ეგენი არაფრად არ ვარგიანო და მაგარი დავა ატყდა და ვფიქრობდი, იმიტომ რომ ეს ჭკვიანი კაცია, ძალიან ნორმალური საქმის გამკეთებელი და ასე შემდეგ, მაგრამ აი შთაბეჭდილება აქვს, რომ ჯენზიები არ ვარგია. გასულ კვირებშიც მქონდა რამდენიმე კომპანიასთან მუშაობა გასული ღონისძიებებზე, თიმბილდინგებზე, ტრეინინგებზე და იქაც გაყოფილ აზრს შეეხებით. ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ხალხია, მაგრამ ასევე ამბობენ, რომ რაღაცა სერიოზული მინუსები აქვს ლოიალობაში, შედეგიანობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და მე მინდა შემოგთავაზოთ ჰიპოთეზა, რომ შეიძლება ჩვენ თვითონ ვარჩევდეთ ყველა ჯენზიდან ყველაზე უარეს ჯენზიებს. აი ამაზე მინდა რომ ამ ვიდეოში ვისაუბრო, რომ რატო შერჩევისას რა შეიძლება პრაქტიკულად გავაკეთოთ, ამ რჩევებს მოგცემთ ბოლოში, იმისთვის რომ დავრწმუნდეთ, რომ სწორ ხალხს ველაპარაკებით და სწორი ხალხი მოგწონს, ასე ვთქვათ, ჩვენ ორგანიზაციაში და გუნდში შემოსაყვანად. მანამდე მინდა რომ ამ ვიდეოს სპონსორებს გადაუხადო მადლობა. თქვენ შეამჩნევდით, რომ ტრადიციული გაგებით სპონსორები არ აგვყავს და YouTube-ის რეკლამითა ჩვენი ვიდეოები არ არის დატვირთული. ჩვენი ყველა ვიდეოს და ამ ვიდეოს სპონსორიც არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. ანუ თქვენ ვინც გვიკვეთავთ ტრეინინგებს და მონაწილეობთ ამ ტრეინინგებში ხართ ჩვენი ვიდეოს სპონსორები და ამისთვის დიდი მადლობა გეკუთვნით. თქვენგან მიღებული რესურსით ჩვენ შეგვიძლია უფასო და ხარისხიანი YouTube კონტენტი ვაწარმოოთ ყოველკვირეულად, რაც ძალიან დიდი პრივილეგიაა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი ტრეინინგების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე flowmaster.g. ხო? ეხლა დაუბრუნდეთ ესე კარგი და ცუდი ჯენზი როგორ უნდა გავასხვაოთ. აი ამ საკითხზე საუბრობთ გასაუბრების ეტაპზე და პირველი რაც უნდა ვთქვათ, თუ რამე წაგიკითხავთ და მოგისმენიათ ჯენზიზე, ნახავდით რომ ჯენზის შუბლზე აწერია თავისუფლება. ანუ ეს ხალხი არის თავისუფალი ხალხი, უყვარს ცვლილებები, უყვარს ტექნოლოგიები, თანამედროვე ხალხია, სათამაშო, ანუ gamification, გარემო უნდათ კომპანიებში, სოციალურ ქსელებში და აპლიკაციებში ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს, გასაუბრებებზე ძალიან ბედნიერად არ გრძნობენ თავს და ტრადიციულ ფორმალურ და მკაცრ სოციალურ წყობაში, ასე ვთქვათ, კარგად თავს არ გრძნობენ. ამავე დროს ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჯენზიებს თავისი ბუნებიდან გამომდინარე და თავისი თანამედროვეობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რამე არ მოსწონთ
ძველი ორგანიზაციების და ძველი გაკეთებული. შეიძლება თქვენი ოფისი არ მოწონდეთ, შეიძლება ჩემი YouTube არხი არ მოწონდეთ, შეიძლება როგორ ვიდეოებს ვაკეთებ ის არ მოწონდეთ, შეიძლება არ მოწონდეთ გასაუბრების სტილი, შეიძლება არ მოწონდეთ ანაზღაურების სისტემა და ასე შემდეგ. ამავე დროს არ მოწონთ იმას კი არ ნიშნავს, რომ წავა და დაანებებს თავს. გაუმჯობესება უნდა და ჩვენც ხომ მაგისთვის გვინდა თანამშრომელი, რომ შემოვიდეს ჩვენ გუნდში და დაგვეხმაროს, რომ უფრო თანამედროვე, უფრო კარგი ორგანიზაცია გავხდეთ, ხო? ამიტომ მოდი დავსვათ ესეთი შეკითხვა. წესიერმა, ანუ პატიოსანმა ჯენზი კანდიდატმა, თუ ჩვენ შევეკითხებით, როგორ მოწონს ჩვენი კომპანია, როგორ მოწონს საიტი, როგორ მოწონს ოფისი, გასაუბრება, აპლიკაციები და ასე შემდეგ, რა უნდა გითხრას, აბა დაფიქრდით. და რეალობა არის, რომ თუ წესიერ ადამიანს ელაპარაკებით, შეიძლება ძალიან არ უნდოდეს, მაგრამ მოკლედ მოუწევს თქმა, რომ რაღაცეები არ მოწონს. შეიძლება ეს ზრდილობიანად თქვა, შეიძლება პირდაპირ თქვას, უფრო პირდაპირობა ახასიათებთ ჯენზის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ სასიკეთოდ ამბობს, ამ კრიტიკაში არანაირი ნეგატივი არ არის. ამბობს, რომ ეს საიტი არის ცუდი და უკეთეს შეიძლება იყოს. ეს ვიდეო არის ცუდი და უკეთეს შეიძლება იყოს, ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ წესიერ ჯენზის ბევრი რამე არ მოწონს და ტყუილის თქმა არ უნდა რომ ვითომ მოწონს, უწესო ჯენზიმ უკვე ისწავლა თქვენთვის იმ პასუხების გაცემა, რა პასუხების გაგონებაც თქვენ გინდათ. ხო? ანუ შეხედეთ, გამოდის რომ მოვა ორი ჯენზი, ჩვენ თუ სწორად წავიყვანთ გასაუბრებას, ორივეს უნდა ვკითხოთ, აი მე ფლომასტერში რო ვიყვანდე, ვკითხავდი რომ ჩვენი არხი როგორ მოგწონთ, ჩვენი ოფისი როგორ მოგწონთ, დახვედრა როგორ მოგეწონათ, საიტი როგორ მოგწონთ და ვთხოვ ამ გასაუბრებაში რომ რაც შეიძლება გულახდილად მელაპარაკოს და წესით კარგა ბევრი კრიტიკა უნდა მივიღო. და თუ მე მაგას ვთხოვ რომ სიმართლე მითხრას და ხებას და დიდებას მივიღებ ხალხო, მე მაგ საქმე ადამიანთან, რომელმაც უკვე დასაწყისშივე პირველივე შეხვედრისას გადაწყვიტა რომ ასე ვთქვა, თავი მომაწონოს და ტყუილებით მითხრას ისეთი ტყუილები, რომელიც მე მესიამოვნება. მაგალითად, მე შემხვდა ჯენზიები, რომლებიც ამბობენ რომ სულ თქვენ ვიდეოებს უყურებთ, ბრენდებს ეუბნებიან რომ სულ თქვენ ბრენდებში ყიდულობთ ყველაფერს და ასე შემდეგ და ეს არ არის სიმართლე ხალხო. ანუ წარმოიდგინეთ რომ ჯენზიში არის ხალხი რომელიც მიხვდა რომ კრიტიკული პოზიციით ვერ იღებენ იმას რაც უნდათ, ანუ სამსახურში არ აყავთ კომპანიებს და ამიტომ ისწავლეს დაამუღამეს ასე ვთქვა თავის მოწონება თქვენთვის რა. მაგრამ აი ეგ კატეგორია არ არის ის კატეგორია რომელიც ჩვენ გვინდა სამსახურში. ხო, მაგაში არის პრობლემა, რომ ზუსტად მაგადგან უნდა დავიცვათ თავი, ხო? ესე იგი, რა გამოვიდა საბოლოო ჯამში პრაქტიკულ რჩევებზე, რომ გადავიდეთ, ხო? პირველ რიგში ეს ვიდეო მოიწონეთ, თუ თემა მოგწონთ და არხი გამოიწერეთ. ძალიან გთხოვთ, ჩვენც და YouTube-იც ამითი ხვდებით თქვენი კომენტარებით და ლაიქებით, ხვდებით როგორი ვიდეოები მოგწონთ, რა თემები მოგწონთ და ვცდილობთ სხვა მასალაც შემოგთავაზოთ მსგავსი. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო. ეხლა რაც შეეხება გასაუბრებას. შეცვალეთ გასაუბრების სტრუქტურა ჯენზი კანდიდატებთან. ძალიან გთხოვთ, რომ იყოს იქ სექცია, სადაც თქვენ პირველი აუხსნით, რომ სწორი პასუხები კი არ გინდათ, გინდათ გულწრფელი მოსაზრება. აუხსნით, რომ ეს კომპანია უნდა შევცვალოთ, უნდა განვავითაროთ და ამიტომ შენ რაც არ მოგწონს, ამას მე მივიღებ და პირიქით გამიხარდება, რომ იდეები გაქვს და მოსაზრებები გაქვს კომპანია უკეთესი როგორ გავხადოთ. კრიტიკაც არის და კრიტიკა შეიძლება სისულელეები მოისმინოთ, მეორე მხრივ დაფიქრდით, შეიძლება გეჩვენებათ სისულელეები, იმიტომ რომ გიყვართ თქვენი კომპანია და მიიღება გიჭირთ კრიტიკის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ საუბარი, ესე იგი, ერთი ვთხოვოთ გულახდილობა და მეორე დავუწყოთ საუბარი, აბა თავის ცხოვრებაში ხო არის მომხმარებელი 20 და 22 წლის ადამიანი, ბევრი სერვისის მომხმარებელია, ბევრი კომპანიის. რა მოსწონს, რა არ მოსწონს სკოლაში, რა მოსწონს უნივერსიტეტში, რა მოსწონს მაღაზიაში, რა მოსწონს, რა არ მოსწონს და გადმოვიყვანოთ მერე ჩვენ კომპანიაზე და უთხრათ, რომ აი ახლა თუ მოგცემ საშუალებას ჩვენ კომპანიის საიტი ნახე, სოციალური ქსელები ნახე, ვიდეოები ნახე, პროდუქტები ნახე და გითხარი გულახდილად როგორ გააუმჯობესებდი, როგორ შეცვლიდი, რას გააკეთებდი განსხვავებულად და წესით თუ თქვენ კეთილსინდისიერ ჯენზის ელაპარაკებით, ძალიან მაგარი ჭკვიანური რაღაცები უნდა გაიგოთ და ორ კურდღელს მოვკლავთ ხალხო, ერთი მივხვდებით, რომ ეს არის კეთილსინდისიერი ადამიანი და მეორე მივიღებთ რაღაცა დამატებით ინფორმაციას. ვინც სიმართლეს ამბობს გასაუბრებაზე, თუნდაც კრიტიკულ სიმართლეს, იმ ხალხისგან გამოდის მაგარი თანამშრომლები და დასაწყისში რო ვილაპარაკეთ, წარმოიდგინეთ, ვინც გაგაკრიტიკებს, იმათ დაიწუნებთ და ვინც
ქებას შეგასხამთ იმათ თუ მოიწონებთ, ესე იგი თქვენ გეყოლებათ გააფერისტებული ჯენზიების ნაკადი და ჯენზი არის მაგარი ჭკვიანი და მაგარი ნიჭიერი და თუ გააფერისტებულიც არის, მოკლედ მთელ თავის ნიჭიერებას მიმართავს იმაში, რომ თავი დაიძურინოს, ასე ვთქვათ, საქმისგან და მოგაჩვენოთ, რომ კარგად მუშაობს და ასე შემდეგ. აი რაც ზუსტად იწვევს ბევრი მენეჯერის და ორგანიზაციის გულდაწყვეტას ჯენზიებთან დაკავშირებით. ამიტომ გირჩევთ, რომ ცვლილებები მოსინჯოთ გასაუბრებაში უახლოეს დროში, როცა გექნებათ ამის საშუალება და თქვენ თვითონ გადაწყვიტოთ, რამდენად მუშაობს ეს თქვენ რეალობაში. ახლა კი მადლობა ყურადღებისთვის, სულ ეს იყო ამ ვიდეოში და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.